იღუმენი ნიკონი, სინანული. შვიდობა თქვენ და ჩვენსკენ ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურადაა. უქმის მეტყველება და ცილის წამება არ წყდება, რაც სავსებით შეესაბამება ამას სოფლის სულისკვეთებას. ხომ არ შეიძლება იღუმენია არსენიას პორტრეტის ფოტოასლის გადაღება, როგორც ეს ეგნატეს ბრიანჩანინოვის შემთხვევაში გავაკეთეთ. გამოცდილ მამებს ასეთი დებულება აქვთ, თუ სინანული, გულწრფელი, მუდმივი არ არსებობს, მაშინ არსებობს სტომილება, ყალბი ცრემლები, დიახაც რომ შეიძლება გქონდეს. სუფთა ცრემლებს ერთეულები აღწევენ, ტირილი კი ყველა შეუძლია. მამა ფსეოლოდს რაც შეეხება, თუ არ შეგიძლიათ მისი ზოგჯერ ხისტი და კაცრი საქციელის მიღება, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ, რომ იგი ავადმყოფი და მოუცლელია. მეტისმეც ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს, უფრო მეტად სინანულს შეუდექით. ჩვენ მუდამ უხმარი მონები ვართ. ამის გაცნობიერება უფრო ადვილია, როცა ყველაფერში საკუთარ ნაკლულ ლევანებას ვხედავთ. ხოლო როცა თავი კარგი გონია, უეჭველია ცდომილებაში ვართ. ჯამთელად იყავით და მოწყინებას ნუ დანებდებით. ხომ მოგცეს ვსნება, რომ თუ ის არ შეგვიძლია, მუდმივად გვიხაროდეს, მოწყინებას მაინც გავექცეთ და რაც მთავარია, ყველაფრისათვის ღმერთს მადლობდეთ. თქვენთვის ეს განსაკუთრებით საჭიროა. მატერიალურად გზრუნველყოფილი ხართ, ცალკე ოთახი გაქვთ, მეგობრები გყავთ, განა შეიძლება ამ ყველაფრისთვის მადლობელი არ იყოთ. მოწყინება კი ფარული ტრტვინვა, ღმერთმა დაგიფაროთ ამისაგან. უფალმან გაკურთხოთ და დაგიცვათ ყოველივე ბოროტისაგან. 1953 წლის 29 ოქტომბერი.